დატო, გირს თუ არა კანადაში ჩამოსვლა? კანადაში ჩამოსვლა ეგ ინდივიდუალური შეკითხვა გააჩნია, რა მიზნები გამოძრავებთ, ან რის გამო ჩამოდიხარ. კონკრეტულად უნდა იცოდე, რის გამო ჩამოდიხარ. ესე ჩამოვალ და გამომდიდრდები, მაშინ არ ღირს, ეგრე კანადაში არ ხდება. აქ ყველაფერი იწელება და აქ პერსპექტივა არის გრძელვადიან გათვლაზე. ჩემ შემთხვევაში მე ალბათ მიღირდა რა და მიღირს, იმიტომ რომ სამსახური მაქვს, Uber-ზეც დამატებით მუშაობ, ჩემი მეუღლეც მუშაობს, ბავშვებზეც ბენეფიტები გვაქვს. კარგად კანადაში არა, მოდი ასეთ ქალაქებს გამოვყოფ რა, ისეთი ქალაქები როგორიცაა კალგარი, ჰალიფაქსი, მონრეალი, მანიტობა, ვინიპეგი, აი ესეთ მილიონიან ქალაქებში ჩემი აზრით 4 კაციან ოჯახს $10,000 გინდა შემოსავალი, რომ ნორმალურად იცხოვრო. ნორმალურად ცხოვრებას ვეძახი რას? წელიწადში ერთხელ ორჯერ სადღაც წახვიდე ევროპაში ან ლათინო ამერიკაში დასასვენებლად, არ მოიკლო არაფერი და ფაქტიურად იცხოვრო შენგენზე რა. ეს $10,000 გჭირდება დანამდვილებით ვიცი. დიდ ქალაქებში როგორიცაა ტორონტო, ვანკუვერი, სავარაუდოდ მეტი გინდა, მაგრამ იქ არ მიცხოვრია იმ ქალაქებზე ვერაფერს ვერ ვეთქვი. სწავლას რაც შეეხება, ანუ განათლება კარგი არის, მედიცინა კარგი არის. რიგები არის მედიცინაზე, უნდა ელოდო რაღაცებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მედიცინა უფასო არის, მაგაზე არ ნერვიულობ, რაღაცა რო აქტივდება, ამ ბავშვი რაღაცა რო აქტივდება, უსახსრობის გამო ვერაფერი ვერ გააკეთებ. ანუ მედიცინა უფასოა, ყველაფერი აქ არ არის მაგის პრობლემა. განათლება, ანუ სკოლები უფასო არა, მე მომწონს ჩემი ბავშვები როგორ სწავლობენ და რანაირად სწავლობენ. ჯამში მე რასაც უყურებ ვითარებას კანადაში ეხლა არ არის ადვილი ცხოვრება, ყველაფერი გაძვირებულია, სამსახურები არ არის, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში როგორიცაა ტორონტო. ნუ ყველა აპირებს, ყველა მიდის იქ. ჩემი რჩევა არის, ანუ ვინც აპირებს ეხლა კანადაში ჩამოსვლას, დიდ ქალაქებს დროებით მოერიდონ და წავიდნენ პატარა ქალაქებში. სამუშაოებიც არის მეტნაკლებად და ქირებით ცოტა უფრო დაბალი არის ვიდრე დიდ ქალაქებში. მე პირადად ამ კითხვას ესე უპასუხებ. მე რაღაც შეცდომები დაუშვი, აქ რო ჩამოსვლას ვაპირებდი, სხვა რაღაცები მეგონა, მაგრამ ეხლა აზზე მოვედი ნენელა და მე თამამად ვამბობ, რომ მიღირდა და მიღირს აკოფნა კანადაში. ხა, ინდივიდუალურია, შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, ვიღაცას არ უღირდეს, მე ვაფიქსირებ ჩემ აზრს, მე მიღირს. ყველამ ხა თავისას მიხედოს რა და გადაწყვეტოს. მადლობა ყურადღებისთვის.